მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ისევ მინდა ტრადიციული მიმართვით დავიწყო სოლიდარობა ჩვენი გუნდის წევრს ონისე ცხადაძეს, ჟურნალისტ ზია ამაღლობელს, სოლიდარობა სისტემის ყველა უკანონო პატიმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო და თავისუფლებას გისურვებთ მალე. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ნუ ვიწყებთ რა თქმა უნდა ცენტრალური თემით, ძალიან მძიმე მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში, აჭარაში, გურიაში და იმერეთის სოფლებში დიდ თოვლობაა ძვირფასო ტელემაყურებლებო. ხალხი სოფლებშია ჩატოვებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნუ ჩვენს მთავრობას რომ ვუყურებ, ერთადერთი იმედი გვაქვს, რომ თვითონ სტიქია გამოიჩენს ადამიანურობას და უკან დაიხევს. საერთოდ ქართული ოცნება თვითონ არის სტიქიური უბედურება, რომელიც მე-13 წელია ქვეყანაში მძვინვარებს და სტიქიური უბედურება ახლა სტიქიურ უბედურებას ვერ მართავს. ეს ბუნების კანონია. ასე რომ ერთმანეთის იმედი თუ გვექნება ისევ ძვირფასო ტელემაყურებლება. ნუ მთავრობამ თქვა რომ შესაბამისი ტექნიკა არ ყავსო. და მაგიტო გვიჭირსო ასე მალე თოვლისგან გზების გაწმენდაო. იცი რა არის ახლა ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ვერ გაამტყუნებ. ვერ გაამტყუნებ. ამ პატარა ქვეყანაში ახლა ამდენი მაღალმთიანი რაიონი და სოფლები რომ გვაქვს. ერთ ჩვენი ერთ დღეს რომ შეიძლება დიდი რაოდენობის თოვლი მოვიდეს. აი ეგ რანაირად შეიძლება რომ გათვალოს ადამიანმა. როგორ შეიძლება რანაირად უნდა გათვალოს ხელისუფლებამ რომ ერთ ჩვენი ერთ დღესაც მაღალმთიან სოფლებში თოვლი მოვიდეს. საიდან უნდა მიხვდეს? სოფლიოში რამდენი მაღალმთიანი რაიონია? საუდის არაბეთშიც არის მთები და საჰარას უდაბნოში და იქ არ თოვს და რაღა მაინც აქ მოთოვა. მთავრობას სპეცტექნიკა არ აქვს, სამაგიეროდ წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს ბევრი და 4 მილიონი სათვალთვალო კამერები დაამატეს, რომელი უფრო მნიშვნელოვანია ძვირფასო მეგობრებო. ნუ თოვლის გამწვენდი ტექნიკა თუ წყლის ჭავლის აპარატი წესით ხო რა ახლა წყლის ჭავლის აპარატი რა თქმა უნდა თოვლი როცა იქნება დადნება და რუსთაველზე რომ ამხელა სტიქიაა მაგას მართვა ხო უნდა მართონ ხო და ხო შეიძლება ეს რა ქვია ეს თვითმარქვები წალეკოს ამ სტიქიამ თვითონ სტიქიის დროს საინტერესოა რას ამბობენ მთავრობის პირველი პირები. ნუ მოდით ნახოთ პარლამენტის არალეგიტიმური თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება. სტიქია გრძელდება, სტიქია რა, თოვლი არის და ამ პირობებში შესაბამისი სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს რომ კომუნიკაციები იყოს. სტიქია რაო, თოვლი არისო რა ეს რა პრობლემაა. ნუ პაპუაშვილისგან პრინციპში არ მიკვირს ეგ შეჩოულია დიდ თოვლობას, მაგას ხომ თვალებს ზემოთ სულ ზვავს საშიშროება აქვს. კაცმა არის ეს ამოდენა ზვავივით წარბები, როდესაც მოწყდება და ჩამოიტანს თვალებს და მის მთელს სახეს. ხო და ნუ მიჩვეულია. მე პირადად ერთი კადრის ნახვის შემდეგ დავმშვიდი ძვირფასო მეგობრებო და მივხვდი რომ ყველაფერი მოგვარებულია. თქვენც მინდა დაგამშვიდოთ და გაჩვენოთ ეს კადრი. ნახოთ ფოტო, რა კარგი ფოტოა, რომელზეც ასახულია ჩვენი ქვეყნის არალეგიტიმური პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში. შეხედეთ ხალხო, ნამდვილი თავგანწირვის ამსახველი არის ეს ფოტო. ჯერმატო ფანჯრის რაფის სიმაღლე შეხედეთ. ყოველგარი დამცავი აღჭურვილობის გარეშე ამ სიმაღლეზე რაფაზე სხედან -10 გრადუსიან ყინვას გასკერიან ფანჯრიდან. ამას ხო გამბედაობა უნდა რა? ხო უნდა გამბედაობა. სხვათა შორის ისეთი სითბო მოდის აი ამ ფოტოდან, ნუ მეტი რო არ შეიძლება რა. არა თვითონ ამ ადამიანებიდან კი არა, თვითონ აი ამ ოთახიდან მოდის სითბო. ხალხი რო გარეთ იყინება და თოვლშია ჩაფლული, ამათ სითბოში ყოფნა სრულიად ანეიტრალებს და ამშვიდებს მოსახლეობას მართლაც. სტიქიის ზონაში რეგიონებში მოსახლეობის დასახმარებლად წავიდნენ მოხალისეები და პრემიერ-მინისტრი ნანუკა ჟორჟოლიანი. რა ვიცი, ადამიანი აქეთ აქციის მონაწილეებს ეხმარება, ჯარიმებს უხდის, აქეთ სტიქიისგან დაზარალებულებს თვის შტაბის შექმნა, პროდუქტების შეაგროვა, ფინანსურად ეხმარება, ვისაც ჭირდება, უბრალოდ დაცვა არ დაყვება და მანქანა არ ემსახურება, თორემ პრემიერ-მინისტრია ჩვეულებრივად. ისე ცოტა უკმაყოფილო ვარ მე რეაგირებით, უფრო მალე შეიძლებოდა და უფრო ოპერატიულადაც შეიძლებოდა რეაგირება. ნუ ძიმე ტექნიკა სწრაფად უნდა ჩართულიყო საქმეში. რამდენიმე დღით ადრე მზად უნდა ყოფილიყო ამისთვის ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანი. ნანუკა ხალხმა აირჩია და კეთილი ინებოს და გააკეთოს ის საქმე რაც აქ დავალებული. აბა ხა კომახიძე ხო არ მოვა გადათოლ ხო არ გადაგითხოვოთ სახლებს. კეთილი ინებოს ნანუკამ და გააკეთოს ის რაც დააკისრა მას მოსახლეობა. ალბათ გაინტერესებს ამინდის პროგნოზი. როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში. მოდი ერთად მოусმინოთ იმედის ამინდის პროგნოზს ქალბატონი გვესაუბრება. თოვლიანი დღეების დასრულების შემდეგ მას მერე რაც მოიწმინდება ის უკვე 28-29-ში 30-შიც კი დასავლეთ საქართველოს როგორც დაბლობში ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც კვლავ უნდა ველოდოთ ჰაერის ტემპერატურის დაკლებას. როგორც გაირკვა იმედზე ამინდის პროგნოზსაც ოცნების მთლელი კომპანია გორბი ამზადებს. 30 თებერვალს თუ თოვლი მორჩება წესით 36 მარტამდე ნორმალური ამინდები უნდა გამოვიდეს ძვირფასო ტელემაყურებლებო. თან მარტი 46-ით არის. 53-დან 46 მარტამდე ნასესხები დღეებია და ნუ ცოტა იქ აურევს. ხო და ნუ რა ვიცი, მე როგორც გავიგე 57 თებერვლიდან უკვე დათბებაო. იმედია ისეთი ამინდები წაეწყობა, რომ 138 ივნისს ზღვაზე წასვლასაც შევძლებთ ჩვენ ადამიანები. მოდი გადმოვინაცვლოთ დედაქალაქში და უკვე 90 დღეზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები. მთავრობაც უწყვეტად წერს ამ 5000 ლარიან ჯარიმს. უკვე ჯამში 18 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი ძვირფასო ტელემაყურებლებო. თუ რამე ფულადი დახმარება გაგვიჩერა დასავლეთმა, ხალხიდან უნდათ რომ ამოიღონ ეს ყველაფერი. ახლა იმაზე ვნერიულობ ბიძინას რომ ანგარიშებს გაუყინავენ 6-7 მილიარდით თუ ჩვენი დასადები იქნა, აი მაგ დროს რა უნდა ვქნათ ჩვენ არ ვიცით. სხვა მოქალაქეებთან ერთად დაჯარიმებულთა სიაში მოხვდა ჩვენი გუნდის წევრი ქართლოს ნატროშვილი. დააჯარიმეს თან არაერთხელ. ახლა თვითონ გეტყვით ქართლოს ხა სულად სერიოზული გადახვევა არის. როგორ ახარ ქართლოს? მოგესალმები ვანო, მოკლედ. როგორ მოხდა და აი მოყევი და მოკლედ ამ ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ გამიკეთა არაჩვეულებრივი საჩუქარი. ხო. დამაჯერიმეს 5000 ლარით თებერვალში გზის გადაკეტა 174. გადაკეტე? ანუ გადაიარე გზა და გადაკეტვაში შეგეთა. ხო, ბუნებრივი გზაზე ვსო დაგინახეს. არ აქვს ნიშნობა რუსთაველზე სადიდგები. ვსო მიხვედი და გაჯერიმებენ ეგრევე 5000 ლარით. მე იფიქრეს და არ მაკმარეს ეს 5000 ლარი. და მოდი მეორეჯერაც დამაჯერიმეს 5000 ლარით მოვიდნენ სახში, ისევ თებერვლის გზის გადაკეტვა. მანამდე 500 ლარი ჰქონდათ დეკემბერში გამოწერილი. მაგ დროს მაქსიმალური იყო 500 ლარი ჯარიმა. 31 დეკემბრის ჩათვლით. იაფობაც შეგეხო, ხო, ანუ იაფობაც და სიძვირეს. საერთო ჯამში მაქვს 10500 ლარი. 10500 უნდა გადაიხადო? 10500 ლარი. ამას ემატება და მათ იციან რომ მე ძალიან კარგი ვსაუბრობ სააკაშვილის ხმით. და ეგეც შეიძლება ერთ-ერთი. და აქვე ვიწყი რომ მე არ ვაპირებ გაჩერებას. გადავკეტავ ქუჩებსაც, გამზირებსაც და გადაგიკეტავთ იმ ტენდერებს, რომელი კორუფციული ჭაობითაც გაქვთ გაქცელებული ეს კორუმპირებული კისრები, ამიტომ ვერ შემაშილებ მოკლედ. მაინც ვერ მოისვენა რომ არის თქვა მიშას ხმით რაღაც და. კარგი იყო. მადლობა ქართლოს წარმატებებს გისურვებ. საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მსვლელობისას ოცნების მომხრე აქტივისტები მაჩეტეთი დაესხნენ თავს აქციის მონაწილეებს და სასამართლომ მეორე დღესვე გაათავისუფლა ეს ხალხი. მაჩეტე ვინც არის იცით, აგიხსნით, ეს არის ცივი იარაღი, დიდი დანა. ნუ ფლად ხმალიც არა, მაგრამ დიდი განიერი დანა. ანუ დანახმალი რა და ნაჯახი რომ ერთად რომ წარმოვიდგინოთ, ან დანახმალი, ნაჯახი რომ ერთად წარმოვიდგინოთ, ეგ არის მაჩეტე. ანუ ადამიანმა ეს იარაღი იშიშვლა შუა ქუჩაში და გაათავისუფლეს მეორე დღეს. მოკლედ ჩვენი მთავრობა რომ 1021 წელს დიდგორზე ყოფილიყო, დავით აღმაშენებელს 5000 ლარი დააჯარიმებდნენ გზის ჩახერგვისთვის და ილღას კიდე სიტყვიერი გაფრთხილებით გაათავისუფლებდნენ მეორე დღესვე. მაჩეტეთი შევარდაო რო ატეხეთ ერთი ამბავი, ხა მეც რო შევხედე, ხო, მაჩეტე რა გონია თქვენ ახლა რა არის? დანაა ჩვეულებრივი, დანა კიდე ლითონია ელემენტარული. ლითონი კიდე მაღალ ტემპერატურაზე თხევად სახეს იღებს და სითხეა ჩვეულებრივი. და სითხის ტანების გამო გინდათ რომ ადამიანები ციხეში ჩასვა თქვენ არა ადამიანებო. მეორე დღესვე გამოუშვეს ონისე ცხადაძე კიდევ ჯოხის როლისთვის ციხეში ყავთ გამოკეტილი. ონისემ უბრალოდ არასწორი მხარე აირჩია, თორე ეგ ჯოხის სწორ მხარეს რომ ესროლა, სულ თავისუფლად შეეძლო დღეს თერჯოლის გამგებელი ყოფილიყო. ვიცი რომ ისმენ და იღიმი, მაგრამ
იცით ხო თუ რა ვქრა ესეთი ხუმრობა იყო რამდენიმე დღის წინ გვახსოვს ყველას ტრამპის სკანდალური განცხადება ნუ ზელენსკი 4% აქვს რეიტინგიო 3 წელია უკვე ომია და უნდა შეაჩერო და რასის შემდეგ და ასე მაგრამ დღეს უკვე ტრამპი ამბობს რომ ომის შეჩერების საუკეთესო საშუალება უკრაინის დახმარება დიდ ძალის შეიარაღებით მოკლედ ტრამპის ამ გაუგებარ პოლიტიკაზე ქოცები არიან სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში ვერც აქებენ და ვერც აკრიტიკებენ. არ იციან რა პოზიცია შეიძლება გქონდეს ტრამპს მამათზე და არიან გატრუნულები. თან ახლა იმაზე ნერვიულობენ, რაც ამერიკას აქ ფული აქვსო დახარჯულიო, ის ფული არ მოგთხოვოს უკანო. თორემ მოუწევთ პირდაპირ ბიძი და ივანიშვილის დალომბარდება ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ რომ მაგ ფულს გადახდის სხვა ვარიანტი ფიზიკურად არ გვაქვს მართლა არ გვაქვს არც ის შვიათი წიაღისეული არ გვაქვს არაფერი არ გვაქვს ერთადერთი ბიზნეს თუ ჩავდებ ლომბარდში და რაღაცნაირად გავისტუმრებთ ძალიან საინტერესო კანონზე მუშაობს არალეგიტიმური პარლამენტი კერძოდ კანონი ეხება მედია რეგულაციებს სინამდვილეში ეს არის ცენზურის კანონი ძვირფასო ტელემაყურებლობა ნახოთ ამ უნარიდი კანონ პროექტიდან პროგრამაში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარის მოწვევა აქტუალურ საკითხზე კონკრეტული პოზიციის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით არ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ ჯგუფებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც არ მონაწილეობენ პროგრამაში, ძვირფასო მეგობრები. ამ კანონის მიხედვით არ შეიძლება ჩინოვნიკების ჩაწერა გაუფრთხილებლად სამინისტროების შენობების გადაღება, არ შეიძლება ჩინოვნიკის პირადი ქონების სახლების გადაღება, არ შეიძლება მოკლედ არაფერი არ შეიძლება. მოკლედ TV პირველზე მალე გავა შაბათის ბავშვთა გასართობი გადაცემა ნოდარ მელაძესთან ერთად. და კრიმინალურ საბავშვო ლექსებს მოგვიყვება მარიამ გაფრინდაშვილი, ძვირფასო ტელემაყურებელი. ესე იგი, თოქ-შოუებში თუ არ ზის ვინმე ქართული ოცნების წარმომადგენელი, არ შეიძლება მთავრობაზე საუბარი. არ შეიძლება მათი კრიტიკა. ერთი ბიზნეს იდეა მაქვს მე. უნდა დავიჭირო ერთი ქოცი. დავიჭირო, ჩაულებრივად, მოვათვინიერო და მე გავაქირავო. ქირავდება ქოცი საათი $100. ჯერ მარტო TV პირველზე რამდენი თოქ-შოუა. ყველას მივაქირავებ, იმიტომ ქოცი უნდა იჯდეს ერთი აუცილებლად წინ. ხო, ქოცი უნდა იჯდეს. თუ $100 მივაქირავებ, ხა ნოდარისა ცოტა სხვა ფასები იქნება, უფრო მაღალი და ასე შემდეგ. მოკლედ, მეგობრებო, მედიის ცენზურის კანონი ისეთია, თოქ-შოუებში პოლიტიკოსების ხმის ამოღების უფლება აღარ ექნებათ, თუ საპირისპირო მხარე არ უზის წინ და რადგან საპირისპირო მხარე ოპოზიციურ არხზე არ დადიან, მაშინ პოლიტიკოსები ილაპარაკებენ ხელოვნებაზე, საბაბუაძე ილაპარაკებს ჩიტებზე, გუბას სანიკიძე ამინძე და ხელოვნების მიღწევებზე, ალეკოელი საშვილი მოდის ტენდენციებზე, ხოლო ნიკა მელია პირდაპირ ეთერიდან მოიგებს მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ქალბატონების გულებს, თავის უცნაური შალის ქუდით და წინ ტყავის მიშენებული კეპით. სადიშოვა ეს ქუდი ერთი გამაგებინა, სად იყიდა, რანაირი ქუდი არის? შალის ქუდია და წინ ტყავის კეპია. სად იყო? მარტო მაგას აქვს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკათაფენს ბენდი და უნალეკოეშის ხესვან მადლობთ. გადაცემის წარმოდგენია PSP